გურჯაანის სპორტული გაერთიანების მოკრივეები საქართველოს პირველობისთვის ემზადებიან. მთავარი მწვრთნელის ოთარ მამულაშვილის განმარტებით ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ანდრია გაბიტაშვილს და გიორგი მუკათარიძეს საქართველოს საუკეთესო მოკრივეებთან მოუწევთ პაექრობა. აღსანიშნავი არის, რომ ჩვენი კადეტი სპორტსმენებისთვის ეს ტურნირი სადებიუტოა. 30 წელს მიემგზავრებით ქალაქ ქუთაისში 6 აპრილის ჩათვლით, სადაც სტარდება მოსწავლე მოკრივეთა პირველობა კრივში. მიყავს ორი მოსწავლე 42 კილოგრამში და 52 კილოგრამში. პირველად გამოდიან ამ ხელასპარეზზე. ერთი ეგ არის, რომ ღიარინგები აქვს ჩატარებული, სპარინგები ჩატარებული აქვს, ორჯერად ივანიშევი მიდის და ყველანაირად შევეცდებით, რომ საპრიზო ადგილები ჩემპიონობა თუ არა საპრიზო ადგილები მაინც დავიკავოთ. 31 მარტს მივდივართ საქართველოს ჩემპიონატზე და ყველანაირად შევეცდები, რომ მოვიდო. რინგზე ვინც ადის უკვე ის უბრალო ადამიანი არ არის უკვე იმან რაღაცები გადალახავ და ვაჟკაცია ესენი არიან ყველანი ერეკლეს მეომრები აქ ხო და თან კიდევ ის რომ ეუფლებიან სპორტს ვარჯიშობენ ჯანმრთელი ცხოვრების წესი ეს აუცილებელია ჩვენი თაობის ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის რა ეს ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობისაა ხო და ეს ბავშვებიც აი ესე ახლა აქ კიდევ ერთი ის მიხარია რომ ახლა ამ ბოლო დროს უკვე ესეთი წარმატებული ბავშვებიც გამოჩნდნენ ერთი 6 ბიჭი ყავს უკვე ისეთი რომ აი პოტენციურად შეუძლიათ რომ რაღაც თავის სიტყვა თქვან ამ სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ჩემპიონატია ორი ესენი არიან ერთი მძიმე წონოსანი ყავს კიდევ და აი მიხარია რომ ესეთი წარმატებული ბავშვები და გუნდი გამოჩნდა გუნდი იკრება